მას ბავშვი ხდება იმ გრძნობების საცავი, რომლებსაც უფროსები მიუღებლად ან სახიფათოდ მიიჩნევენ და ეს ფუნქცია ერთხელ ჩამოყალიბებული უკვე შესაძლოა მთელი ცხოვრება შენარჩუნდეს. ემპათიის ზრდასრული ადამიანი აგრძელებს იმ სიტუაციების არაცნობიერად მოზიდვას, რომლებშიც მას უწევს სხვების ბოლომდე არ მიღებული, ანუ არაინტეგრირებული ემოციების გადამუშავება. ამიტომაც ვიზიდავთ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ თავიანთი პრობლემების გადმონთხევა. აღმოჩნდებით ხოლმე ისეთ სიტუაციებში, რომლებშიც მუდმივად ვთავაზობთ ემოციურ მხარდაჭერას სხვას. აი ამიტომ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას სხვების ემოციურ კეთილდღეობაზე. მაშინაც კი, როცა ამას არც კი გთხოვენ. ჩვენი ნერვული სისტემა უბრალოდ დაპროგრამირებულია იმაზე, რომ შეიცნოს და გადაამუშაოს სხვების ემოციური ტკივილი. და თუმცა ეს ძალიან ფასეულ მკურნალად, კონსულტანტად გვაქცევს, ასევე ძალიან მოწყვლადადაც გვაქცევს სხვების ტრავმების აღქმაში. იუნგი აღნიშნავს, რომ ემპათებს ხშირად აღენიშნებათ დეპრესიის აუხსნელი სიმპტომები, უცებ გაჩენილი შფოთვები, ქრონიკული გამოფიტვები. ეს სიმპტომები ხშირად იმიტომ ჩნდებიან, რომ ემპათები სხვების ემოციურ შიგთავს ყლაპავენ, შთანდგავენ. იუნგი წერს, გაუცნობიერებული ემპათი ხდება ემოციების საცავი. იმ ემოციების, რომელთა განცდაზეც სხვებმა უარი განაცხადეს. შენ და გაქვს ბრაზი, რომელიც შენი არ არის, და გაქვს ნაღველი, რომელიც შენი არ არის, და გაქვს შიში, რომელიც შენი არ არის. და ვინაიდან ეს ემოციები ჩვენი პირადი გამოცდილებიდან არ მოდის, ამიტომაც მათ ვერ დავამუშავებთ ტრადიციული თერაპიული მეთოდებით. იუნგმა შემოიტანა ემოციური დიფერენციაციის ტექნიკა. რისთვის? იმისთვის, რომ გავარჩიოთ საკუთარი და გადაყლაპული შთანთქმული ემოციები. ეს არის მეთოდი, თუ როგორ გავარჩიოთ საკუთარ ფსიქოლოგიურ მასალას ვამუშავებთ თუ სხვისას. სხვა ადამიანების ემოციების აღქმას, ეს აღქმის და გადამუშავების უნარი არ არის მხოლოდ ტრავმული ადაპტაციის შედეგი. ეს ისეთი რამის გამოვლინებაა, ასე თვლიდა იუნგი, რაც არის წმინდა, რაც არის ღვთიური. იუნგმა ემპათების განხილვა დაიწყო უკვე როგორც ბუნებრივი ხიდების განხილვა პიროვნებასა და კოლექტივს შორის. ანუ ემპათი არის თარგმნელი დათრგუნული ემოციების ცნობიერი სამყაროსთვის, გადამთარგმნელი. ემპათების ნიჭი ღრმა გრძნობების მიმართ პათოლოგია არ არის, ეს არის მოწოდება. რომ ემპათები არ არიან საკუთარი მგრძნობელობის მსხვერპლნი, არამედ ევოლუციური ფუნქციის მატარებლები. მათი უნარი, განიცადონ ემოციური ტკივილი, ემსახურება არა მხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ კოლექტიურ განკურნების საქმეს. იუნგი ასევე გვაფრთხილებს სერიოზულ საფრთხეზე. მას ესმოდა, რომ ამ ფუნქციის რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ გაცნობიერებულად. ემპათები, რომლებიც ვერ აცნობიერებენ საკუთარ ფსიქოლოგიურ არქიტექტურას, საკუთარ შესაძლებლობების ტყვეები ხდებიან. იუნგი წერს, გაუცნობიერებელი ემპათი იწოვს გარდაქმნის გარეშე, გრძნობს ინტეგრაციის გარეშე, იღებს ისე, რომ არ აბრუნებს შეცვლილს. ანუ ემპათი ხდება ემოციური ღრუბელი და არა ფსიქოლოგიური ალქიმიკოსი. აი ამ ორ შესაძლებლობას შორის, ანუ ღრუბელი თუ ფსიქოლოგიური ალქიმიკოსი, განსხვავება იუნგისთვის გახდა აკვიატებული იდეა განსაკუთრებით ცხოვრების ბოლო წლებში. არა და ამის გაგება
არის სწორედ ის ოქროს გასაღები, რომ ემპათმა შეძლოს და აქციოს უკიდურესი მგრძნობიარობა და აქციოს უკიდურესი მგრძნობიარობა მოწყვლადობიდან ზეუნარად, ზე შესაძლებლობად. მაგრამ ამ ტრანსფორმაციის მისაღწევად ემპათმა თავიდან ზუსტად უნდა გაიგოს, როგორ მუშაობს შთანთქმის და გარდაქმნის პროცესი. ანუ მას სჭირდება 3 კონკრეტული ეტაპის გაგება. იმ 3 კონკრეტული ეტაპის გაგება, რომელთაც გადის მათი ემპათიური ბუნება, როცა ეჯახება სხვა ადამიანის ემოციურ ტკივილს. აი ზუსტად ეს ხსნის, როგორ შეუძლია ემპათს გარდასახოს ტანჯვა სიბრძნეში. და თანაც არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ყველასთვის, ვისთანაც შედის ურთიერთქმედებაში, ყველასთვის, ვისაც ეჩეხება ცხოვრების გზაზე. 1954 წელს 69 წლის ასაკში იუნგმა გადაიტანა ინფარქტი. აღდგენის პერიოდში, რამდენიმე კვირაში, მან საოცარი რამ დააფიქსირა. მას გაუჩნდა ფსიქოლოგიური პროცესების ძალიან ნათელი ხედვა. იმ პროცესებისა, რომლებიც ბოლომდე არ ესმოდა. ერთ-ერთი ასეთი ხილვის დროს იუნგმა დაინახა, როგორ მუშაობს მისი საკუთარი ემპათიური გონება, როგორც შუა საუკუნის ალქიმიური ლაბორატორია, სადაც დაუმუშავებელი ემოციები სისტემატურად გადაიქცეოდა ფსიქოლოგიურ ოქროდ. როცა იუნგი გამოჯამრთელდა, მან აგრეთვე დაიწყო ამ რევოლუციური აღმოჩენის ჩაწერა. მიხვდა, რომ მისი ემპათიური გონება არაუბრალოდ შთანთქავს სხვა ადამიანების ემოციებს, არამედ ამუშავებს მათ, გადის რა განსაზღვრულ ეტაპებს. და ეს ეტაპები იმ პრინციპებითაა და იმ პრინციპებით მიდის, როგორც შუა საუკუნეების ალქიმია. ამ აღმოჩენამ სრულიად შეცვალა მისი წარმოდგენა ემპათიური განკურნების შესაძლებლობებზე. იუნგმა გამოყო 3 ცალკეული ფაზა. ამ ალქიმიური პროცესის 3 ცალკეული ფაზა. თითოეული მათგანი შეესაბამება განსაზღვრულ ქიმიურ გარდაქმნას. და აი რა არის საკვირველი. ეს ეტაპები ავტომატურად მიდის ყოველ ემპათიურ ცნობიერებაში, მაგრამ მხოლოდ ცნობიერ ემპათს შეუძლია მათი ცნობიერი მართვა. ოდესმე თუ გიფიქრია, რატომ გრძნობ ფიზიკურად სხვა ადამიანების ემოციებს, რატო გეკუმშება მუცელი გვერდით ვიღაც რომ შფოთავს, გეკუმშება გულმკერდი, როცა ვიღაც მოწყენილია შენს გვერდით. პირველი სტადიისას, რომელსაც იუნგმა უწოდა ნეგრედო, ანუ გაშავება. ჩვენი ემპათიური გონება ავტომატურად გადადის ეგოს დაშლის, ეგოს გაქრობის მდგომარეობაში. მსგავსად შუა საუკუნის ალქიმიკოსისა, რომელიც ხსნის მეტალებს ვერცხლის წყალში, რისთვის რომ გაიწმინდოს ეს მეტალი. მსგავსად ამისა, მთელი ჩვენი ფსიქიკა დროებით ანგრევს ბარიერებს, რომლებიც განაცალკევებს ჩვენს ემოციურ იდენტობას სხვების ემოციური იდენტობისგან. ეს პროცესი რამდენიმე წამში ხდება. ემპათებს უნვითარდებათ არაცნობიერი სუნთქვის განსაკუთრებული ფორმა. ზუსტად ესე იგი ამ ნეგრედოს დროს, აი ამ სტადიის აქტივიზაციისას, სუნთქვა ხდება უფრო ნელი, ღრმა, გულისცემა სინქრონული ხდება გვერდით მყოფ ადამიანთან. ტვინის ტალღები მსგავს სიხშირეებზე იწყებენ რეზონირებას. ჩვენ ფაქტიურად ნეიროლოგიურად ვსინქრონირდებით სხვა ადამიანთან. იუნგმა ეს ფენომენი საკუთარ თავზე გამოსცადა. როდესაც პაციენტებთან სეანსებს ატარებდა, მან გაიკეთა კარდიომონიტორი, თავადაც გაიკეთა და პაციენტებსაც გაუკეთა. და რაც აღმოაჩინა, ეს იყო სრულიად გასაოცარი, მაგრამ ამაზე შემდეგ აუდიო.